სერჟანტი გენერალი გამოვა ძმა. ხო, აი ზუსტად ეგ. ანუ აი ეგ განსხვავება რომ ძალიან ესეთი მკაფიო. აი წარმოიდგინე მე როდესაც ჩავირიცხე თავის ძალებში, იქ ჩემი ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, უბნელები, გავიდა 1 წელი, 2 წელი მსახურობ უკვე მე ამერიკაში წავედი, კურსები მოვიარე. ნუ ეხლა ხედავდნენ ხო ადამიანები ვიღაც ჯარში იყო, ნაყოფი ვიღაც პოლიციელი იყო და აი თორნიკე რა შვები როგორ ხარ, ანუ რა კარგია რო აი რა არის აბა შენი წოდება კითხვა რო საერთოდ ყველას გაინტერესებდა რა. და ვეუბნებოდი რომ მე ხა ვარ სერჟანტი. მოიცა კაცო, ამდენი ხანია სწავლა, სადაც შენ განათლება მიიღე, კიდე სერჟანტი ხარ და რაღაცნაირად აი ვერ ვხსნიდი ამ ყველაფერს, ხო? ანუ ჯერ მე თვითონაც არ ვიყავი ესე. მე კიდე რამოდენიმე წლის მერე და აი ეხა ვინა ხარ წოდებით, მე უფროსი სერჟანტი ვარ. მე მასტერ სერჟანტი და რა ანუ რა ეს როგორ არის, ანუ რაღაც ამერიკული გაქვთ მოგონილი რაღაც იძახდნენ და ანუ ბოლოს ანუ ხო იყო კითხები რომ აი მე რა ოფიცერი როდის უნდა გახდე კაცო და მეთქი ოფიცერი არასდროს არ გავხდები მეთქი ან თუ არ ჩავაბარე აკადემიაში ოფიცერი ესე არ მოდის შემდეგ წოდებად და უკვირდათ და ანუ შეიძლება იყო ხოლმე რომ რატო აფუჭებ შვილ ამდენ განათლებას ოფიცერი გახდი იქ მე გენერალი გახდები ეს მაგრამ ნუ მართლა თელი სული და გულით მაშინ მით უმეტეს პირველი სულის ჩამდგმელი ამ სერჟანტთა ინსტიტუტის ქართულ რეალობაში როგორც სერჟანტი იყო ალუდა კოპალიანი ადამიანი რომელიც აი მართლა დღე და ღამეს ასწორებდა უნიკალური ნიჭის ადამიანი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უკვე ამ ინსტიტუციური განვითარება აი როდესაც ჩამოყალიბდა მე უკვე შემდეგი საფეხურების გადადგმაში დაეხმარა ამ ინსტიტუტს და გაყვა იქამდე სამდეც უკვე დამოუკიდებლად შეეძლო განვითარება მიეცა თავისთავისთვის ესე იგი ეს ეხლა რო ვისაუბროთ უბრალოდ რა არ განსხვავება რა ანუ ოფიცერი რო წარმოვიდგინოთ ოფიცერი არის ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა რომ მისი კარიერა ან მისი ცხოვრება დაუკავშიროს სამხედრო სამსახურს უბრალოდ მიიღოს განათლება ანუ წავიდეს აკადემიაში ისწავლოს 4 წელი მინიმუმ შემდეგ აიყოს ანუ იყოს ესე ვთქვათ ბაკალავრის სტატუსი მიიღოს, ანუ სერტიფიკატი აიღოს, დიპლომი აიღოს პროფესორად. და ანუ რაღაც საათები ხო აკადემიური საათები აქვს, მაგრამ უმეტესი ნაწილი არის ამაში სამხედრო განათლება. ანუ გააჩნია რა არის საბაზისო, მე რაღაც პროფესიას აირჩევს და ამის მიხედვით ანუ ოფიციალურად იღებს განათლებას ამ ხრივ. და შემდეგ იღებს წოდებას. რაც სხვანაირად არის სერჟანტების ხრივ. აი რო წარმოვიდგინოთ ეს რაღაცა ჩვეულებრივად გაწევაში, ანუ ჩვეულებრივ ჯარისკაცები მიდიან, ირიცხებიან სამხედრო სამსახურში, არ აქვთ არანაირი წოდება, პირველი მათი წოდება არის რიგითი თვარაძე მაგალითად. შემდეგ იწყება მისი განვითარება პროფესიული და განსხვავება მინდა დავანახო, რომ ანუ ეს რატომ მოხდა, ეხლა სავალდებულო სამსახურში, რომელიც თქვათ არის 2 წელი, 2 წელიწადში რაც არ უნდა განათლება მიიღო ადამიანს ოფიციალურად არც ქონდა მას უფლება დარჩენილიყო ესე ვთქვათ იმ ქვედანაყოფში საერთოდ ძალებში. ანუ კარგავდი იმ ადამიანს, ვინც შეიძლება განათლებული ყოფილიყო, სანამ მოვიდოდა, მე იქ მიიღო, კარგად აეთვისებინა ეს პროფესია და 2 წლის მერე იძულებულიყო, რომ წასულიყო. ანუ სერჟანტთა ინსტიტუტის ესე ვთქვათ, გაჩერებაც ამ ჭკვიანი ადამიანის განათლებული ადამიანის, გამოცდილი ადამიანების გაჩერებაც რაღაც ამ ინსტიტუტის შექმნა უზრუნველყო. ну რაღაც საკონტროლო სამსახურზე გადასვლის შემთხვევაში ცოტა ემსგავსებოდა ოფიცრის პოზიციას ასე რომ ვთქვა. თუმცა ფუნქციებით იყო და არის განსხვავებული. თუ ოფიცერი ამთავრებს აკადემიას შემდეგ ინიშნება ქვედანაყოფის მიერ ოცეულის მეთაურად და მას იცავს კანონი და მას ის ხელმძღვანელობს წესდებებით, სერჟანტის წესდებებით ხელმძღვანელობს, მაგრამ მას არ არის აუცილებელი კონდეს ასე რომ ვთქვათ, არც დრო არ აქვს ლიდერული თვისებები. რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ ესე კი არ ნიშნავს, რომ არ ქონდეს ლიდერული. უბრალოდ მას უფრო მეტად, ანუ ოფიცერს უფრო მეტად ჭირდება დაგეგმვისთვის მისი განათლება, რომ უზრუნველყოს ქვედანაყოფის გამარჯვება და ოპერაციის წარმატებით შესრულება, გეგმა შექმნას, ესე რომ ვთქვათ, და უზრუნველყოს მისი განხორციელება. ხოლო სერჟანტი არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა, ჯარისკაცი, რომელიც გამოირჩევა თავისი დისციპლინით, თავისი
მონდომებით, ფიზიკური მონაცემებით და ჩართულობით საქმეში, ესე რომ ვთქვათ. ის ანუ იბადება ჯარიდან. ჯარის კაცის პირადი შემადგენლობიდან იბადება როგორც ლიდერი. ანუ პირველ რიგში ლიდერული თვისებები უნდა გააჩნდეს და მაგის გარეშე სერჟანტი უბრალოდ ვერ იქნება მართველი სერჟანტი. გაგაწყვეტინე. ოფისერი ოფისიდან მოდის, საშტაბო დაგეგმარება რაღაცა აქედან მოდის, თვითონ ხო, ანუ ეს მოკეთ როგორ არის, იცით, პირდაპირ ვავიღოთ ახლა ნახეთ, შეიძლება ესეც წავიყვანოთ, რომ ოფიცერი რაღაც ოფისთან დავაკავშიროთ. იმიტომ რომ როცა სამოქალაქოებს უხსნით ამ ყველაფერს, მაშინ გინდა არ გინდა რაღაც მისახვედრად მარტივია. ანუ რო წარმოვიდგინოთ, ხო, საშტაბო საქმიანობას ეწევა ოფიცერი, დაგეგმარების პროცესში იღებს მონაწილეობას და უშუალოდ შესრულების პროცესშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა ის ჯარისკაცებიდან აღმოცენებული, ესე ვთქვათ, ლიდერული თვისებების მქონე სერჟანტი ეხმარება ოფიცერს პირადი შემადგენლობის მართვაში.